ჩვენს ქვეყანას დღეს მართავენ არაუფლებამოსილი პირები. თვითონ ბიზინა ივანიშვილი არის ცნობილი იხტიოლოგი, არის პასუხისმგებლობას გაქცეული ოლიგარქი. პროკურატურას, რომლის ხელითაც ხორციელდება ეს რეპრესიები მართლა და ხალხი მართლა დაიღალა დაჭერების და დაკითხვებისგან, მართავს ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, არაუფლებამოსილი პირი. ბიზნესებს ალაგებს და ბიზნესის დატერორობით არის დაკავებული ოლიგარქის ნათესავი ბატონი უჩა მამაცაშვილი, არაუფლებამოსილი პირი და რა თქმა უნდა გარკვეული თვალსაზრისით პრემიერის, რადგან იგი ხალხს არ აურჩევია და ქალბატონო ეკა ნუწყინთ რომ ჩვენ ჰაკიმ ფაშას ვეძახით პრემიერს, რადგან ეს სახელი მან თავად აირჩია. თავად აირჩია ეს სახელი, როცა გამოაქვეყნა გამოძიების საიდუმლო მასალები ზურაბზვანიას საქმიდან და თავად დაერქვა ეს სახელი. ფაქტიურად ეს კანონპროექტი არის არამხოლოდ მოქალაქეების ჯიბეში ჩაძრომა, არამედ ფაქტიურად დღეს აუქმებს საბანკო საიდუმლოებას. ეს მეტყველებს თქვენი რეაქცია თქვენს პოლიტიკურ კულტურაზე. არამხოლოდ არის მოქალაქეების ჯიბეში ჩაძრომა, არის არამხოლოდ ბიზნესების ჯიბეში ჩაძრომა და ტოტალური კონტროლის დამყარება სასამართლოს ნებართვის გარეშე, არამედ არის საბანკო საიდუმლოს ფაქტიური გაუქმება საქართველოში. თქვენ დაგითვლიათ, ბატონებო, ეხლა რომ ცხარობთ, დაგითვლიათ, გიფიქრიათ, როგორ აისახება ეს ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორ აისახება თქვენს შესაძლებლობებს, რომ შეასრულოთ თქვენი საარჩევნო დანაპირებები. თქვენ აღსული ხართ შურიზიების სურვილით, მაგრამ აღარ გახსოვთ თქვენი დაპირებები. აღარ გახსოვთ ის, რომ პენსია არ გამხდარა 230 ლარი. გასულ წელს იყო პირველი წელი, როცა პარლამენტის წევრებმა პირველი წელი, როცა თქვენ არათუ არ გაზარდეთ პენსია, არამედ თქვენ რეალურად შეაქცირეთ პენსია. მესმის ბატონო ფრიდონ, მესმის თქვენი რომ არ გსურთ პენსიაზე საუბარი, მაგრამ ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ პენსიაზე. მაინც ვილაპარაკებთ. მე პარლამენტის თავმჯდომარეს გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რომ აღიქვათოს ეს უმსგავსობა. საყვარელიზე გავიყვანოთ დარბაზიდან. თქვენ არავის არ დავიწყებია, რომ არ გაგიხსნიათ 100 ქარხანა. არავის არ დავიწყებია, რომ ბენზინი არ გამხდარა 1 ლარი. და არავის არ დავიწყებია თქვენი საარჩევნო დაპირებები. ხალხი დაიღალა ამ შურიზიებისგან. ბოლო ყველა გამოკითხვების თანახმად მოსახლეობის მხოლოდ 3-5%-ს აინტერესებს ის ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა, რომლის დროშიდაც გამოდიხარ თქვენ. რეალურად ყველა თანახმად ხალხს აინტერესებს დასაქმება, ხალხს აინტერესებს სამსახური, ხალხს აინტერესებს პენსია. და ამიტომ ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ ხალხისთვისაც მნიშვნელოვან პრობლემებზე, ჩვენ მაინც ვილაპარაკებთ იმაზე და მაინც ვიტყვით სიმართლეს. თქვენი რეალური პოლიტიკა არის კოლაბორაციონისტური, თქვენ ებრძვით ყველა ადამიანს, ვინც ებრძოდა ამ ქვეყანაში რუსეთს, სვავთ მათ ციხეში ან კლავთ, ამას აჩვენებს ოფიცერ თავთუხაშვილის ირგვლივ მომხდარი ისტორია. შესანიშნავად თქვენი გარკვეული ლუსტრაცია იყო უარის თქმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და დღეს თქვენ გსურთ არაუბრალოდ ყველა მოქალაქის ჯიბეში ჩაძრომა, არაუბრალოდ ყველა ბიზნესის ჯიბეში ჩაძრომა, არამედ ფაქტიურად ამ ქვეყანაში საბანკო საიდუმლოების გაუქმება და ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკის მისასთან გასწორება. ეს თქვენ რა თქმა უნდა არ შეგრჩებათ, იმიტომ რომ მოდის არჩევნები, შემდეგ მოდის კიდევ ერთი არჩევნები და საქართველოს მოსახლეობა არც ბრმა და არც ყრუ არ არის. და ის რომ პრემიერ-მინისტრმა აირჩია ეს სახელი, ჩვენი მოგონილი არ არის, მან თავად აირჩია, თქვენ კარგად იცით როგორ აირჩია და საიდან აირჩია და არ გაგიკვირდეთ ბატონებო, რომ ჩვენ მომავალშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუძახებთ მის ნამდვილ სახელსა და გვარს ჰაკიმ ფაშას. დიდი მადლობა. კოლეგებო, ერთი წამით. აბა, აყევით. აბა ვისაც გვინდა რომ გადავყვეთ ამ თემას, აყევით. გადავყვეთ ამ თემას დღეს, აყევით ყველანი. ფრიდონ, ალექსანდრე, ყველანი გააგრძელეთ, მიდი. და მისთვის ვართ აქ და ამით უნდა გავაგრძელოთ, ხო? დავიკავოთ ადგილები. დიახ, თქვენ გეუბნებით. ადამიანი არ ახარ, პარლამენტის წევრი ხარ აქ. კიდევ ადამიანთან ერთად.